რომეო მიქაუტაძე დღეს მოსამართლე მზია გარშაულაშვილს უმტკიცებდა, რომ ის არ მიემალება მართლმსაჯულებას ითანამშრომლებს ბოლომდე გამოძიებასთან და ყველანაირად თავი რომ დაიზღვიოს სასამართლო, მის თანახმაა რომ გაიკეთოს ელექტრონული სამაჯურიც, ანუ შინაპატიმრობა ჰქონდეს, თუმცა არც ერთი მისი ნათქვამი სიტყვა დღეს სასამართლომ არ გაიზიარა მხოლოდ პროკურატურის შუამდგომლობა, რომ ამ დრომდე რჩება ძალაში ის საშიშროება, რომ მიქაუტაძე მიემალოს გამოძიებას ან ხელი შეუშალოს მას მოწმეებზე ზემოქმედებით, გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლების ნაწილი უკვე გამოკითხულია, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება და წინა სასამართლო პროცესზეც აღკვეთი ღონისძიებაზე, როცა მსჯელობდნენ პირველად, სასამართლოში ბრალდების მხარე სწორედ ამას უსვამდა ხაზს, რომ რომეო მიქაუტაძემ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე. მიქაუტაძისგან დღეს გავიგეთ ისიც, რომ სრულ იზოლაციაშია მოქცეული ციხეში, მას არ აქვს უფლება, რომ ჰქონდეს მოკლევადიანი პაემანი ოჯახის წევრებთან და პროკურატურა მას არც სატელეფონო ზარებით სარგებლობის ან წერილის გაგზავნის საშუალებას არ აძლევს. ძალიან რთულია პატიმრობა, ეუბნებოდა რომეო მიქაუტაძე დღეს მოსამართლეს და უმტკიცებდა, რომ ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს, რადგან ის ყოველთვის კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე იყო და ფული არასდროს მოუპარავს. ჩემი 25 წლიანი სწავლისა და პროფესიული საქმიანობის პარალელურად ვარ ღირსების ორდენოსანი. ამ ხნის განმავლობაში კერძო თუ საჯარო სამსახურში, სადაც მიმუშავია, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ დამიტოვებია ციფრები და რიცხვები, რაც ჩემს საქმიანობას სცემს პასუხს. სამაგიეროდ გაჩნდა კითხვები ჩემი ოჯახის შემოსავლებთან დაკავშირებით, რასაც პასუხი გაეცემა. აუდიტირება მიმდინარეობს ჩემი ოჯახის შემოსავლების. თანამშრომლობ გამოძიებასთან, მეც და ჩემი ოჯახიც. არაბის აზრად არ მოსვლია მიმალვა და მსგავსი საქციელი. ვარ ქართველი, აქ დავიბადე და 100 წლის შემდეგაც აქ ვაპირებ დარჩენას. ყველაფერი მალე დასრულდება და იმედი მაქვს საშუალება მომეცემა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდე. თითქმის ორთვიანი ლოდინის შემდეგ გნახეთ, რამაც ცოტა შვება მომცა. შეზღუდული მაქვს პაემნის, სატელეფონო საუბრის, წერილების უფლება. გამოკითხვაზე ჩემი ოჯახის ყველა წევრი გამოცხადდა პირველივე შესაძლებლობისთანავე, მათ შორის მეც. ჩვენ უსიტყვოდ დავემორჩილეთ იმას, რომ უცხოეთში გამგზავრება გადაგვეფიქრებინა არა მხოლოდ მე, ჩემი ოჯახის წევრებსაც. პასპორტის ჩამორთმევის შემთხვევაში მიმალვის რისკი ნულდება. უძრავი ქონება, რომ უცხოეთში გაქვს, იმის საშუალებას არ გაძლევს უცხოეთში წახვიდე. მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, პატივს ვცემ ამ ჭერს და სასამართლოს. რისკები არ არსებობს, თუმცა პატივცემულო მოსამართლე, ეს გადაწყვეტილება თქვენს ხელშია. რა თქმა უნდა რთულია, ძნელია ციხე, იქ ყოფნა რთულია. გამოძიების დასაწყისში ინტენსიური მოქმედებები იყო, ეს იყო გამოკითხვები, ეს უკვე დასრულებულია. შესაბამისად მე მათზე გავლენას ვერ მოვახდე. თუ კი ჰიპოთეტური რისკები არსებობს, არის ელექტრონული სამაჯური. ქართული ოცნების ექს მაღალჩინოსანს მრავალწლიანი პატიმრობა ელიტური კორუფციის საქმეზე ემუქრება სახელმწიფო ბრალდებას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელმაც თავდაპირველად დაიწყო საქმეზე გამოძიება. ამ დროისთვის აქვს მოპოვებული დოკუმენტები, რომ წლების განმავლობაში მიქაუტაძე შედიოდა უკანონო გარიგებებში კომპანიებთან, ენერგეტიკის საკითხებში, დიდ ძალფულად მოგებას ნახულობდა ამაში და საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას ბოროტად იღენებდა. დღეს პროკურორი მედიასთან კომენტარში ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება, მუშაობს ნებისმიერი მიმართულებით და არ არის გამორიცხული მათ შორის, რომ ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნები გახდნენ ასევე გამოძიების ინტერესის საგანი. გამოძიება გრძელდება ანტიკორუფციულ სააგენტოში უკანონო შემოსავალის ლეგალიზაციის მიმართულებით, ანუ ბრალდება ამ მიმართულებით აქვს წარდგენილი მას და ეს არ არის, ასე ვთქვათ, მარტივი გამოსაძიებელი საქმე. ბევრი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი და ბევრი მოწმეა დასაკითხი, ბევრი მტკიცებულებაა მოსაპოვებელი დამატებით, რა თქმა უნდა და ამ მიმართულებით გრძელდება გამოძიება. ყველა ვერსია მოწდება, ანუ ყველა მიმართულებით მუშაობს გამოძიება და როდესაც გამოძიება დასრულდება, მე შეიძლება ჩვენ ვიმსჯელოთ უკვე გაფართოვდება ეს წრე თუ კვლავ რომეო დარჩება ბრალდებული. რომეო მიქაუტაძის სისხლის სამართლის საქმეზე საქალაქო სასამართლო მსჯელობას 30 სექტემბერს გააგრძელებს. სწორედ ამ დროს არის ჩანიშნული წინა სასამართლოს ხდომა, სადაც რუსთავის ციხიდან ეკონომიკის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს კიდევ ერთხელ მიიყვანეს სასამართლოში და მას კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, რომ მიმართოს სასამართლო საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.